გამარჯობა. ჩავწერე ეპიზოდი შეწყვეტილ ორსულობებზე და ჩემს გამოცდილებაზე. სიმართლე რომ გითხრათ, ჩაწერაზე მეტად რთული იყო ამ ვიდეოს დადება და იმის გააზრება, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება რომ მოისმინოს ჩემი ისტორია და გამოცდილება. ძალიან ვღელავდი, მაგრამ სულ ის მახსენდება, რომ მე რომ მაგ მდგომარეობაში ვიყავი და მე რომ ასე მძიმედ ვგრძნობდი თავს, ძალიან მეხმარებოდა იმის გააზრება, რომ მარტო არ ვიყავი და სხვა ადამიანებიც და ქალებიც არსებობენ, ვისაც ეს გამოუვლია, ვინც მაგრად დამდგარა, ვისთვისაც ამ ყველაფერს დაღი არ დაუსვია. და სულ ყოველთვის მოტივაცია იყო ჩემთვის რა ასეთი ისტორიების მოსმენა და იმის გააზრება, რომ ადამიანს ესე იგი რაც არ უნდა დაემართოს, ფეხზე დადგომა შეუძლია, ხო და მეც ეგეთი მაგალითი აღმოჩნდი და მინდა რომ სხვებმაც იგრძნონ ის, რომ მარტო არ არიან. ზუსტად ამას ემსახურება ჩემი პოდკასტი. მინდა რომ სხვა ადამიანები გავაძლიერო, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ქალები და იდეაში მარტო ქალები არა, მათ გარშემო მყოფი ადამიანებიც. სხვა ეპიზოდებსაც აუცილებლად ჩავწერ. მაგალითად, როგორ გადავრჩით მე და ნიკუშა და როგორ ვართ დღემდე ერთად და როგორ მოვერიეთ ამ ყველაფერს. სათქრებიან მეგობრები, როცა ძალიან მაგრად გვიჭირს და მათი გვერდში დგომა გვჭირდება. რას გვეუბნებიან ახლობლები, მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ძალიან დიდი ტრავმების გადატანა გვიწევს. და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სალაპარაკო მაქვს დაგროვილი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ საბოლოო ჯამში ალბათ მაინც საბედნიეროდ, იმიტომ რომ დღეს მე ეს არ ვიქნებოდი, რაც ვარ, ეს ყველაფერი ვარ გადამხდენოდა თავს და უბრალოდ მიზნად იმას ვისახავ, რომ თქვენთან ერთად ცხოვრება მივიღო ისეთი, როგორიც არის, თავისი ბედნიერი და უბედური მომენტებით და ადამიანებს ვაგრძნობინო ოდნავ მაინც, რომ მარტო არ არიან და ყველაფრის გადალახვა არის შესაძლებელი. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ჩემ პოდკასტს თუ გამოიწერთ, ძალიან მაგრად გამიხარდება. თუ ვინმეს ოდნავ მაინც დაეხმარება ეს